Გამარჯოს მოკლედ მოგესალმებით ყველას და სათაურიდან გამომდინარე არა პრინციპში ვერ მიხვდებოდით რა ვიდეო გექნება. Როგორც იცით, მე და ეს ადამიანი მოკლედ ვერ ვიძინებთ ისომნია გვაწყობს თუ ისომნია თუ აი რასაც ეძახი. ვერ ვიძინებთ და ესე ღამეებს ვათენებთ რა. და რატომ უნდა იყოს ანუ უბრალოდ გათენება უხალისო, როდესაც შემიძლია რომ იმ დროს, როდესაც არაფერს არ ვაკეთებ, ვიდეოები გავაკეთო და დავდო YouTube-ზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც გეგმები არ მქონდეს დღეისთვის, სხვათა შორის მაქვს რაღაც გეგმები, სადაც წასვლას ვაპირებთ და კაი არის დღეს ვლოგის გადაღება მოკლედ რა. ამავდროულად რა მინდა გითხრათ, კომენტარებში წერთ, ამავდროულად live stream-ი გავუშვი Fortnite-ის და ბევრმა დაწერა, რომ აი როდის იქნება აი გამარჯვებულის გამოვლინება, მაუსის გამარჯვებულის გამოვლინება, ვათამაშებთ მეგობრებო, ვინც არ იცის X7-ის მაუს, აი MICE ესეთი მოდელი არის, თუ უბრალოდ ფირმა, რომელიც ამ მაუსს აკეთებს. საკმაოდ კარგი მაუსია, შეგიძლიათ შეერთოთ გათამაშებაში, ვიდეოს ლინკი აღწერაში იქნება და გამოვლინება იქნება. როგორც იცით, მე სტრიმები დაბლოკილი მაქვს, უკვე 2 თვეა რაღაც მიზეზების გამო, ვინც იცის ყოველ შემთხვევაში გეცოდინებათ ალბათ. ვინც არ იცის, იმათ გასაგონად ვიძახი დაახლოებით 1 კვირაში შეუძლებ რომ აღვიდგინო live stream-ები და არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ბათუმში მოიგებს თუ ქუთაისში თუ გორში, ჩვენ გავუგზავნით მას ამ მაუსს დაახლოებით 1 კვირაში ელოდეთ გამარჯვებულის გამოვლინებას მოკლედ რა. გუშინ ვიყავი ფილმში Infinity War-ზე. ვინც იცით, Marvel-ის ფილმი არის, Marvel Studios-დან არის გადაღებული ეს ფილმი და ვერაფერი ვერ გავიგეთ რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ. შენას გვეტყვი მაგ თემასთან დაკავშირებით. ყლეზე კიდე არის ის. ზუკაბლე. ისმენ. აი, გუშინ ხო ვიყავით Infinity War-ს. კი. დას გვეტყვი მაგ ფილმთან დაკავშირებით. ყლეურად დადო ძალიან. ან მაინც აი აი მოგეწონა? კი, ზაუნ თორე მევასა ძალიან. მარტო ვსე, მეტი არ ავი შეჭი. მეტი არ ავი. თორი ხო ყველაზე მაგარი, მე ვკითხავს მამა მაგ. გებს არა პრინციპში. ეს პირველი ყლეები არიან მოლბარა. ავეპეს მიზუმავ შეახვარო. ავეპეს მიგუმავ და. არა ეს. მოგუთი შენი დედას. დადატენე. ძმაო. უნდა ხო ერთ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ კომენტარს. ერთ-ერთმა იუთუბერმა, სახელს არ დავასახელებ, გამომიგზავნა პატარა ვიდეო რა, ვიდეო რა, live stream-ი. სადაც პატარა ბავშვი, პატარა, არ ვიცი თქვენთვის რამდენად არის, მაგრამ 11 წლის ბიჭი ამბობს ესეთ რაღაცას, აი გამწარებით, რომ ზიპერი შემოიყვანეთ სტრიმზე და წყალს გადავისხავ. ნინი შევიდა და ნინი ვინი, ვინც იცის, ნინი ვინი შევიდა და წყალი გადაიღო ერთხელ და ეხა ზიპერზე უნდა და რაღაცა წყალის გადასხმა თუ რაღაც მაგდაგვარი შინაარსი მეც ვერ გავიგე ბოლომდე რა. ძალიან კაი ბავშვია, მაგრამ ერთ რაღაცას გთხოვთ რა. თუ გინდათ რომ შემოვიდეთ თქვენთან live stream-ზე, შემოვიდა და თუ გინდათ რომ უბრალოდ შემოვიდეთ და შეგიფასოთ ვიდეოები, აი ესეთ რაღაცას ნუ გააკეთებთ უბრალოდ, იმიტომ რომ ამით მე ვარდები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და თქვენ ბაზარი არ არის, შეიძლება არ იგდებდეთ თავს უხერხულ მდგომარეობაში და თქვენ ესე ფიქრობდეთ, მაგრამ
აი მერწმუნეთ რომ მე სასწაულად უხერხულ მდგომარეობაში ვარდები ამ შემთხვევაში რა ამიტომ არ არის პრობლემა იმიტომ რომ fan page-ზე რაც ზიარდება თუ ცუდია იშლება ამიტომ მოწმდება ჩემს მიერ მოწმდება ზუკას მიერ და სხვა მოდერატორების მიერ რა იქ არის ტოტორიკა ძალიან ბევრი devlogger boy არიან ბიჭები რომლებიც ყოველთვის აქტიურობენ რა ჩვენთან fan page-ზე Facebook-ზე ამიტომ შეგიძლია თქვენ შემოგვიერთდეთ რავი გააზიაროთ თქვენი ვიდეოები თუ გინდათ ასევე რომ live stream-ები გააზიაროთ ბაზარი არ არის ამ საშუალებით და ამ ხერხით მე შემოვალ თქვენს live stream-ებზე და ვიდეოებზე ხოლო წყლის გადასხმა უბრალოდ ცოტა არ იყოს უხერხულია ჩემთვის მოკლედ სახლიდან გამოვედით და აზე არ ვართ მივივართ ყლეზე ვკიდია Короче, ვარიანტები არის. ან мама პაპური შაურმა გადავიყავთ. ან კიდე მაკდონალდსი და ან შეჭრა წავა შაურმაზე მართლაც დედასი. мама პაპურ შაურმას მაკდონალდსიც ვერ დამავიწყებსო. რა თქმამია. აი მოკლედ დავბრუნდი სახში ზუკა წავიდა მე კი დავრჩი ესე ეხა გადავივლებ და ალბათ დავიძინებ იმიტომ რომ ძალიან მეძინება დაახლოებით არის 5 თითქმის საათი რა და მოკლედ კარგად იყავით მადლობა ვინც უყურა ამ ვიდეოს თუ მოგეწონებათ აუცილებლად დაალაიქეთ თუ ეს ვიდეო მოაგროვებს საკმარისად ლაიქებს გავაგრძელებ ესეთი სახის ვიდეოების გადაღებას. თქვენთან ერთად იყო ზიპერი მომავალ შეხვედრამდე.